ძნელად მიდის. ულამაზესად იწყობა, რაც ძალიან მახარებს. განა იმიტომ რომ შვიდად რო ეხა ამ G30 M5-ზე ვაწყობთ და მაგრად მომწონს ამის პროცესი, არა, პროსტა ფერები ნახე. მეორე დღე გათენდა. გუშინ ისე წრედა ვარტყით ვიკატავეთ. ძალიან სასიამოვნოდ დადის, მართლა ძალიან კომფორტული არის. ანუ რბილია და არ გეშინია რა, არაფრის 20-იან დისკებზე სერვილად თუ შეიძლება მანქანას როვლო, არ ვიცოდი. ესე გამოიყურება ჩვენი მანქანა ახლა. ეს ჩვენი M5-ის ფრთა, ეს ჩვენი რესტის ფარები. უკან აი ასეთი ვიზუალი გვაქვს. ამ გლუშიტელებს რა, მოკლედ მაყუჩს მოვჭრით მაინც და შევცვლით. ბამპერი ძალიან ლამაზად ზის და ძალიან კარგად ზის ზაზრში. ღამე დაყენებულისთვის და ნუ ბამპერის კარგია და თან დაყენებულის ცუდი არ არის. სტოპებიც ულამაზესად ანათებს ღამე კინახეთ. ეხლა 1-2 დღე ეყენება მანქანა, სანამ ვიპოვით ნაწილებს, რომელიც გვაკლია სამაგრები და რაღაცები. რაც ყველაზე ცუდია და რაც ყველაზე მეტად მაფერხებს და მაშინებს. არის აი ეს კარი. კარი გამოიყურება არც ისე კარგად. აი მედი მაქვს რომ აღდგება. რკინის კარი რო ყოფილიყო, ანუ საერთოდ არ შემაშინდებოდა, იმიტომ რომ ესეთი დაზიანება არაფერია, მაგრამ აი ალუმინს როგორ მოერევიან, ეგ ცოტა საერთო ამბავია და არ ვიცი. მაგიტომაც ყვაყმანობ და ნერვიულობა მკარზე. ამას კი გავასწორებთ და ნუ ხო ეს ალუმინია, მაგრამ თლად ისეთი დაკარგული არა აქვს ფორმა ამას. ნუ მოუგვარებთ ალბათ რამეს პატარა ნახრედიც აქვს. ეს არის და ეს მეგობრებო. მანქანაზე რაც შეიძლება რომ ვთქვა ჯერ ესეთ მდგომარეობაშიც კი ძალიან მომწონს ამის ტარება და სიარული ძალიან კარგია. ეს რო გაკეთებული იყოს, საერთოდ მაგარი იქნება, ანუ ძრავს გულისხმობ რა. ცოტათი მეტი ცხენი ძალიან გაასწორებდა ამ მანქანაზე. 355 აქ ეხა გარხნულად. და ნუ საკმაოდ ცოცხლად დადის. ჩვენს მეოთხე სერიას ქონდა 400-ზე მეტი. ზუსტად არ ვიცი ციფრი, ნუ ალბათ 410-იან 420. მე ახალ მომფლობელმა 435 ამოიღო, რაც ნუ ძალიან მაგარია რა. იმას შეცვლილიც ქონდა, შემშვები, გამშვები და ასე შემდეგ კატალიზატორები ამოღებული იყო. აქ ყველაფერი მწყობრშია, ყველაფერი სტოკზეა. ერთადერთი რასაც შევცვლით არის გამშვების სისტემა, რადგან ხმა საერთოდ არ აქვს, ძრავი კარგად ღუღუნებს, მაგრამ აი მერე უკვე მაკლდება და ანუ არ მყოფნის. იმიტომ რომ უნდა მოყვებოდეს მანქანა, გუშინ ისე ავჩქარდით, რომ ანუ ვერც მივხვდი რომ სწრაფად მივდივარ, სანამ არ დავხედე სპიდომეტრს. ხმა უნდა ქონდეს მანქანას. ეს იყო განახლება. პლუს საქარემინაც მოსახოდია, რადგან საშინლად გამოიყურება ესე და სიარულიც შეუძლებელთან ახლოს არის, ანუ კომფორტულად ვერევლი ფიზიკურად. დღეს მამამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა. ნახეთ რა სუფთა არის მანქანა. აი ამას შეხედეთ ჯერ. იგახსნილია ყველაფერი, მაგრამ აქ უკვე სხვანაირი შეგრძნება არის აქ. მაქსიმალურად გაწმენდილი არის, რაც შეიძლება და პირველადი გაწმენდისას რომ მომხდარიყო ყველაფერი გავწმინდეთ. ეხლა წავალთ და საქარემინას მივხედავთ. და პატარა პრობლემა მაქვს. ეს საბურავი და პლუს პიპკა, აი ასეა. გატეხილია და მოკლედ რაღაც ჭირს. უნდა შევცვალოთ ეხა პიპკა, იმედი მაქვს Bluetooth-ზე მთლიანად შესასვლელი არ იქნება. მაგრამ კაია რომ RSC არის და მყარია მოკლედ. ესე ამისაც მივალთ. რამენაირად. I've been on my own for long enough. Maybe you can show me how to love. Maybe I'm going through withdrawals. You don't even have to do too much. You can turn me on with just a touch. ესე იგი დღევანდელი გრძელი დღის შედეგი. მე და მამა ვიყავით დღეს ძალიან ბევრ ადგილას. ვნახეთ მალიანი, ვნახეთ ჟესტის ხელოსანიც, ვნახეთ საქარემინაც. მაგრამ წინ ვერსად ვერ გავედით, იმიტომ რომ საქარემინა აქ არ არის, ხელოსანი ჯერ ვერ დაიწყებს, იმიტომ რომ კარზე გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა და ახალი გვაქვს საყიდელი წინა მარჯვენა კარი, რაზეც ყვაყმანობდი და რაც მეშინა და ისე მოხდა ზუსტად. საქარემინა დიდი პრობლემა არ არის, მოკლედ ყველაზე დიდი შეფერხება გვაქვს ეხა კარი.
და ნუ ეს ბორბალი რაც უშვები და ეგეც ვერ მოვაგვარეთ, ჯერ მივაწებეთ და ისე არის როგორც არის. კარზე გვაქვს საჩალი ჩვეხა და მაგას ვცდილობთ რომ გამოვასწოროთ. რაც შეეხება ბიჭებს და რატო ვარ ეხა მარტო მამასთან ერთად. სერგო და ალექსი არიან ბათუმში, თავის მანქანას ეჩალიჩებიან, ძალიან მაგარი პროექტი გელით წინ. პატარა travel vlog-იც არის, პლუს სარისკოდ ჩავიდნენ და მაგ ყველაფერს დაელოდეთ და რო არ გამოტოვოთ არხით გამოიწერეთ, დალაიქეთ ვიდეო და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს. წავედით ჩვენ კიდე BMW-ს პროექტს მივხედოთ. მე და მამა ვაგიზელებთ ჩვენს დღევანდელ დღეს და მივდივართ კარის საკილად, ჯერ ნუ სანახავად და მერე თუ მოგვეწონება ვიყიდით აუცილებლად. იმიტომ რომ კარის გარეშე ფიზიკურად გაჩერებულები ვართ, ვერ ვიმოძრავებთ წინ. ჩვენ კიდე წინ მოძრაობა ძალიან გვინდა, იმიტომ რომ რაც მალე დავამთავრებთ ამ მანქანას, მით უფრო მეტხანს გაგვახარებს, ასე ვთქვათ, თავისი ვიზუალით და მეტხანს ვიულით ვიკატავებთ. შესაბამისად მივდივართ ეხა ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად. კარი ავიღეთ. აი, აქ დევს, თქვა ძალიან კარგად არჩენს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, წინა კარი იყო და ეგ გვაქვს. უკანა კარზე ცოტა მეტი თავისუფლება გვაქვს სამოძრაოდ, ანუ შეგვიძლია ან აღვადგინოთ, ან აღვადგინოთ, გავყიდოთ და ჩვენთვის სხვა დავაყენოთ. მოკლედ, ყველაფერი არის დამოკიდებული ხვალინდელ დღეზე, ხვალ ჩამოვალ, ვაჩვენებ ხელოსანს, რომელიც აკეთებს ამ კარებს და რასაც მეტყვის, მაქედან გამომდინარე უკვე დავფიქრდები თუ როგორ მოვიქცეთ ამ კარზე. Всё, ეგ არის დღევანდელი დღე დასრულებულია. ეხლა წავალთ სახლში, ჩავუჯდებით იაპონიის აუქციონს, ამერიკის აუქციონს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გამომწერების რაოდენობასთან ერთად მომხმარებლებიც იზრდება და თქვენც ვინც ახალი ხართ, თუ მანქანის ჩამოყვანა გინდათ, შეგეხსენებთ რომ შეგიძლიათ მოგმართოთ და ნუ გვაქვს ეგ სერვისიც და არც ისე დიდ თანხაში ვაკეთებთ ამ ყველაფერს. აბაი, წავედით და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, თუ ისე უყურებთ, რომ არ გამოგიწერეთ. წავედით. აგერ კარი აი ასე გამოიყურება. უკანა კარით საკიდელი გვაქვს და წავალთ და ვიყიდით. აქ მოჩანს საქარემინა, რომელიც დღეს შევიძინეთ და რამდენიმე დღეში დავაყენებთ. და აი ეს ჯიგარი, რომელიც ძალიან მაღელვებდა, ეხლა ცოცხალია და ძალიან კარგად გრძნობს თავს. ესე იგი შემდეგი დღის დილა. მე და ერო ვზივართ და ეხლა ჩავალთ კარის ამბებს მოვაგვარებთ. რაღაც ნიუანსებიც გვაქვს მოსაგვარებელი ვადებთან დაკავშირებით და ვადებსაც მივხედავთ. და უკვე ნელ-ნელა დავსახავთ გეგმას თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ. შესაბამისად დავიძარით ეხლა ჩვენ და ნუ თქვენს ჩვენთან დადიქმებით. არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს. ჩვენ კიდე წავედით საქმეების გასაკეთებლად. დადგა ის დრო, როდესაც აი ამ ფრთას მოვხსნით, გარაჟიდან კარს შევაგდებთ ჩვენს ერთ-ერთ პროექტში და ჩავიტანთ შესახებად. თან ულამაზეს ფერებში ხდება ეს ყველაფერი. ძალიან მშვიდი ამინდი არის, ძალიან წყნარი ამინდი არის, როგორც მიყვარს, არც ცხელა, არც ცივა, ფერებიც სასიამოვნოა და მშვიდია. მანქანაც ულამაზესად იწყობა, რაც ძალიან მახარებს. ესეთ პროექტს ძალიან დიდი ხანი ველოდი, სიმართლე რო გითხრათ, ანუ სიამოვნებს ესეთ მანქანებთან მუშაობა, დიდი мотивაციით ვუდგები ამას და ვხვდები რომ რასაც ვაკეთებთ და რა შრომასაც ვდებთ ჩვენს მანქანებში და ჩვენს საქმეში, ნელ-ნელა გვიფასდება და აი ხანდახან ესეთ საჭეებსაც ვკიდებთ ხელს და იმედი მაქვს რომ სამომავლოდ კიდევ უფრო და უფრო მაღლა ავალთ თქვენი დახმარებით, ასე რომ არხი ვიდეო დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, გაუზიარეთ მეგობრებს ჩვენი ვიდეოები, ჩვენ კიდე შევდგებით ახლა ამ ფრთის მოხსნას, თუ მოხსენით თუ არა და სერგოს დავალოდებით და კარი ხო მოხსნილი გვაქვს და კარს წავიღებთ. წავედით, დავიძართ. Look, hey, why do I know that my time coming up? Out of my mind, all my time ain't enough. Stayed on my grind many times, I was stuck. Had to wax the real, rip it tray out like I'm young, cause I am in the scenes I got. Little more to give y'all than the people I'm not.
step foot in the game, young life strange, Hate them all cause I'm up and I don't even fly like, but up here I see rappers lying, dark roads, high things. I know they hiding, but what you hiding from? You tryna run, you know I'm about to grill your ass. Hey, look, know it's my time, you must not rise. You was on my time when I ride in the beat. Manipulate time like you do with they minds. I'm sick and tired of the lies that you preach. Only up I climb, I'ma leave y'all down. I can show y'all how like the birds and the bees. Everybody tryna stunt like they know the focus up. I know everybody stuck to a certain degree. They all hide it, that ain't something I'm with. Always keep it 10 toes, and if I choke up, I'm licking emotions. Roll me to this paper. Hey, I see you later. Shouldn't waste time with you goofies, but ooh, I fucking hate you. What you hiding from? You tryna run? You know I'm about to grill your ass. Hey, boy, you tripping like a დავით ზარით მე და ალექსების გუნდი მოძრაობს. ეს ჩვენი კარი, იქ ჩვენი კრილო, ზევიდან ჟაკეტი. სანამ ალექსები მოძრაობენ, სერგოს ძინავს და რავი, ორზე გავიღვიძებოდა. ეცადე? გორი. 19 წუთი ეკლი. ეძინოს. მე როცა მძინავს, ის მუშაობს. იმას როცა ძინავს, მე მუშაობ. პროსტა ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ალექსის უმუშაობს, ანუ ჩემთანაც მუშაობს, სერგოსთანაც მუშაობს და არის ვენებს. გაიღვიძა, ჩვენმა მზეც უნახავმა. არ ვიცი რომელი ზღაპრიდანაა, მაგრამ ბაყაყი მოუყვანეთ, ტუჩებში ვაკოცნინეთ და ეგრევე გამოფხიზლდა. მივდივართ BMW-ს წამოსაყვანად. აშოტასთან იყო 4 დღე. მომენატრა. დაშა 4? 4. 3, 4. 4. რამალე იზრდებიან და რამალე კეთდება ხო მანქანები მაგ სიტყვას ვეძებდი მადლობა. წავედით და ვნახოთ ეხა სალონი როგორ მდგომარეობაშია, როგორ გრძნობს თავს ჩვენი მანქანის ჭერის აბიუკა, მუხლის აირბაგი და უკანა ღვედები იყო გაჭედილი. წინ ღვედი არ გაიკეთა ჯიგარმა, თავით გახსნა ლაბაუი. საკარე. და უკან ბავშვები ყავდა სავარაუდოდ და ნუ მან ღვედის გარეშე შეუძლებელი. რა ვახარდვა? 3 დღე არ გაჩერებოდა. რა ვიცი, როგორ ვარ, აბა 72 საათია ვაკეთებ იმენა. კი მივახ. ისე როგორ არის? რავი, საკაიფოთ არის რა, ბოლოს შტიხები დარჩა. აირბაგებსაც ჩავაქროთ და იგიწვი. კაი. აუ, ჩეკიც ჩააქრე რა ბარემ. კი, აუცილებლად. მაგრამ აქ BMW-ზე შეიძლება ხო ჩეკის ჩაქრობა თუ ეს აუცილებელი ფიშკაა? კი, ნუ დროებით მაინც შეიძლება. აქედან რო გახვიდე მე. კაი, მე უკვე იყოს რა. თუნო ყიდულობ. რო გამოყავს ერთ ანუ მოყვება ხო? ყველაზე ცუდი რაც არის, ეხა გეტყვით, რომ მოვედი რა, აშოტასთან ესე გვერდზე დავდექი და მეთქი ხმა კი არა, სითბო საიდან მოდის თქო რა. მეთქი ნუ ალბათ დაქოქილი იყო რა, სანამ გადააყენეს, სანამ გადმოაყენეს და მე ვუყურებ ესე ტახომეტრს და აწეულია რა აბაროტები და თურმე დაქოქილია, ანუ ესე არ შეიძლება სიარული, ცოტა ხმა უნდა მივცეთ. ეს რა არის? აი ხა გესმით ხმა? საშინელება. ნახეთ რა ვიყავით. აი რა არის? ლორეალის რაღაცა. უღადა. ხადაო? კი. საო? ისე გავიდა ის ქალი ლაბავოში რომ არ მეგონა რომ პომადა დაჭირდებოდა ზმა. და პომადა მაგდა. უეჭველი პომადას ისწრებდა და მაგიტო. უეჭველი. აშოტა მორჩა საქმეს. მაგრამ მაინც არის ვენებს და ეხა კიდე ერთხელ დავშლი და გავაკეთებ. მერმელებია მანქანას. არა, აი რო გადაიღო, რამე ვკითხე გადაიღეთქო და არა დამოიწყვდაო და მოიცა კაი ეხა ახლიდან ვიზავ. დავშავ ყოველთვის გადავიღოთ. სხვათა შორის საჭირო დავაყენეთ ჩვენ და გვევიწყდა რომ ის საჭე 3 შტეკერიანია და ეს 1 შტეკერიანია და გადაკეთება გჭირდებოდა. და გვევიწყდა რა არ ვიცოდით. პირდაპირები ვიყოთ. აშოტ. არსალია ნახე აშოტ. ო. რა გავაკეთე და გითხარი ერთი. დავამთავრეთ. რა გავაკეთეთ და გავაახლეთ. ჩავსვით ახალი ორიგინალი აირბაგები. შეშეცვალე საჭე, მე შევაერთე, დავაკავშირე. შეცდომები წავუშალეთ, მუხლი აღვადგინე, ჭერები აღვადგინე, ჭერის აირბაგები და დავკოქეთ და წახვალ საწახაში რა 5-იანზე ყველაფერი. ძალიან კარგი. წავედით ეხა ჩვენ.
აშოტაც მორჩება. აშოტაც ნომერს აი გამოვანათებ, თუ დაგჭირდებათ რამე, მოკლედ წავედით ჩვენ, ეხლა ძმაკაცი გველოდება, 1 საათ ნახევარია უკვე წამოსაყვანი ყავს და მანქანები ჯერ და მე ძმაკაცი. სხვათა შორის სპონსორს ვეძებთ. არაფერს არ ვანამიოკებ, არაფერზე არ ვიძახი, არაფერზე არ ვამბობ, უბრალოდ სპონსორი გვინდა. მეგობრებო, სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ჩვენი მეგობარი აკურად გრუპიდან ანრი დაგვიკავშირდა და გვითხრა რომ სტარტაპი აქვს და უნდა რომ ვითანამშრომლოთ, ასე ვთქვათ. რაც ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე გთხოვდით რომ სპონსორებო გამოჩნდით მეთქი. ეს არის მანქანის მოვლის საშუალებები, რომელიც აი საკმაოდ კარგად ასრულებს თავის საქმეს, პლუს ულამაზეს ყუთშია და ანუ ხის ყუთში პროდუქტი ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ მინახავს ასეთი ტიპის. არის 2 ტიპის ნაკრები, ნებისმიერი სიტუაციისთვის, როგორც გინდათ რომ გამოიყენოთ, ისე გამოიყენებთ. ძალიან სიამოვნებს ეს სიახლეები, უკვე ვიზრდებით ნელ-ნელა, ჩვენს მეგობრებსაც ვეხმარებით, ჩვენი მეგობრებიც გვეხმარებიან და თქვენს თუ გინდათ რომ ერთმანეთი წინ წავწიოთ, დაგვიკავშირდით, რაღაცა მოვიფიქროთ. всё, წავედით მე. წავედით. მაგრამ პროდუქტიც კარგი უნდა გქონდეთ, ანუ უბრალოდ ფული გადაგვიხადოთ და ნაგავი ვაპიროთ, ეგრე არ მუშაობთ. ნახე მაგისაა. Advili პროდუქტის. ვიცი. სამი სტილოფენს დაუნის ნოჩე. მიდის? გამიგი. იმა ჩაეცვას ეს. ცოტა უფრო დაბლა ჩავწიოთ, ნახავ როგორ ჯდება რა წეუნერე რა. ნახე უკვე როგორ ჯდება. ხო და მიდი ჩავწიოთ. ერთი ზემ ხერი მიშოვა. შეაბამბაცე. სანადოვაწყებთ ამას. იმის გამო ვაწყობთ, რომ წავიდეთ და ცივად გასწორებაზე ვაჩვენოთ. გვეტყვის გასწორდება თუ არა ცივად ეს კაპოტი და თუ არ გასწორდება, მაშინ არ ვიცი რას ვიზავთ. თუ შესახები გაგვიხდა, მაგრამ ვიფიქრებთ, რომ M5-ის კაპოტი დავაყენოთ, CS-ის რა. მოკლედ მოვკალათდი უკანასი დენიაზე და ეხლა ვიძრებით იმისათვის, რომ გამოვასწოროთ პატარა იაღლიშები ცივი გასწორებით. კოდი გაფარია. ხო. ყურებს მტკინა. ჯერ პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მანქანით გრძელ გზაზე პირველად ვარ, ნუ შედარებით გრძელ გზაზე და საკმაოდ მსიამოვნებს, კარგია. და სადღაც ძალიან შორს მოვედით, ბარემ მაგასაც განიშნებთ, გაჩვენებთ. ხაზს გავუსვამ და იმედი აქ უშველიან ჩვენს კაპოტს. პატარა დაღესტანში ვარ თამაში. ფრთხილად ბავშვი. ნახე მასწრებს. გემონი გეგონკავება. მიდი 1 2 წავიდ. საღო. საღო. წავიდ. ის რა იყო? შენ წაინახე? სად ვარ? ის ხო ქვეყანაში მას. არ მოვშიდით. უცხოეთს გადავუხვევ თბილისიდან და აღმოჩნდები სხვა ქვეყანაში. აუ მაგრად მომწონს სამანქანიცია, აი შემინება რომ იყოს სუვიბლი. არხი გამოიწერეთ რა ვიყიდო ეს მანქანა. თან თქვენს გაჩვენებთ ძალიან მაგარ პროექტს გავაკეთებთ. M5 მინდა M90. ეს ხო ჩვენი პირველი მეხუთე სერია, იმენა M5 მინდა. ისე ჩისტა ოჯახისთვის რა ქალაქში გადასაადგილებლად. ხოლო და მხოლოდ ოჯახის. A წერტილიდან B წერტილამდე. ცოტა გვერდულად და ეგრე. მივედით. არ ვიცი ძმა, მაგრამ ძალიან შორს ვარ ახლა. ისეთი გზობა მაქვს, თითქოს რა ვიცი 500 კილომეტრი გავიარეთ. სერგო აღარ ყავს, სხვათა შორის გავყიდეთ გზაში და ბენზინი ჩავასვამ. კი. ანუ აღარავინ აღარ არა უკან. ნახე რიგია, მგონი. ეს ვიღაც. სერგო? ნახეთ არ გამიგვირდება ძმა როგორ გვიჭის. შეიძლება.
მოვედით. მგონი მეუბნება უკან წადიოდი. არ წავა. რამდენი ხანი მოვდიოდი რომ უკან წავიდე. ან დასახები გზავნო. ან მოდივართ შესახვევით ავწვით. გრაგინდა, ხა? მგონი ჩემ ღვეძეს შუბავს. ო, მეგონა რომ გადავდიოდით თან. აღმოსდა ჯერ ფინალში არ გავს. ცხვირით რომ მოვდიოდი, ნაკლებად ვიწრო გზა მეგონა ეს. ნახე ზუსტად ხაზებში. მეორე შესახვევი საიდან გავარდი? ჯერ მოდი გავიდეს. ჯერ გასასვლელი ვიყო. მოსატრიალებელი ჩამოყვა. რა ხდება? მე მგონი ახლა თბილისამდე ეს უნდა მოიცემ გონი გავაძრეს შესახვევი. ხო, იქიდან. მაგრამ იქიდან არ მოვედით. საიდან მოვედით? უკნიდან. კი. წინდან არ მოვიდოდით. ეს რა. ეს იგი აქეთ. ეხაც რიგია. ოღონდ შენ არ დაждე რა გთხოვ. საბურავზე გვიწრს ალი. გასაგებია. მოკლედ შევაფასეთ ჩვენი კაპოტის აღდგენა და გვითხრეს 400 ლარი. 26 წერტილი აქვს. კაი. ალექს, გონი არ მოწმე. მე არ მოწრა რომ გვითხრეს 400 ლარი. ეხა სახში რომ მივალთ, უნდა დაუფიქრდეთ. მამაჩემს გავესაუბრო. შემოვკითხო. და შეიძლება დავითრიოთ ემის კაპოტი, იმიტომ რომ გააჩნია ფასი ჯერ პირველ რიგში ემის კაპოტის. და მეორე კიდე 400 ლარი ხლა ცოტა არ არის რა. ანუ მაგ 400 ლარად ისედაც ვღებავ მანქანას მთლიანად და მაგრამ შევღებავ კაპოტსაც. ჩავждები უფრო იაფში. მოკლედ. ნახოთ დავალაგებთ. ეხა მე და ალექსი ჩავართავთ სიმღერებს და ისე ვისიამოვნებთ აქედან სახში გზით და ძალიან მაგარი. ვირდე. ესე იგი, ჩამოვედით ჩვენი BMW სასაწყობად. ეს ფრთები, ეს კარი, კარის არ ვეხებით, ნუ ფრთები არის ყველაზე მთავარი აქ და ფარი. და мама ემზადება იმისთვის, რომ გაწმინდოს მანქანა შიგნიდან. ფრთა არ გვეყენა, ოპა. ო? ეს ჩვენი ხელის კერხერი არის. სერგო საქმეებს აგვარებს. საქმიანი სერგო. მაგარი საქმეა. აკეთე რა მაინტერესებს, სანამ იმას ვიზავთ, რა ქვია. დაყენებას დავიწყებთ ამ რაღაცეების. M5-ის კრილოების კანტები მინდა. მაინტერესებს, შიგნიდან ხო არ მაგრდება რამით რომ ვიცოდე წინასწარ. დავაი, საქმეს მივხედოთ. თქვენ შეგერგოთ. წავედით ერთი. აი ასე ეყენია ჩვენი მანქანა. კარიც ჯიგრულად არის, როგორც ნახეთ. ეს ვერ მეხუთი სადგება. აი აქ. აბა. ეგზევით უნდა იყოს. ესე? დაახლოებით მასე რა. პირველ რო დადგება მიხვდები. პირველ რო დადგება მიხვდები. ხო რომ მე კიდე მოვხსნა კრილო და ვაყენ. ძმა ზევიდანვე დგება კრილოზე. როგორ დგება ზევიდანვე კრილოზე? ენი
მე მოხსენ ზევიდან იდგა ძმა. ეს ვაფშე არ მედგა, რას მატყუებ ეხლა? ზევიდან იდგა თქო. ორიგინალ კრილოზე იდგა ზევიდან. ეკრილო მე მოხსენი. ბიჭო, ზევიდან იდგა თქო. მე მოგაწოდეთ ხელში ბიჭო ეხლა ნუ მატყუებ. ბიჭო, შენ სანამ ხსნიდი, მე ზევიდან ვედექი მაგ კრილოს. მოდი ჩაიდალი. გაიგე? ჩაი. რა ხდება და ფრთას ვაყენებთ. ფრთის ზაზორებს ვამუღამებთ ეხლა სწორად რო იყოს კართან. კაპოტთან მიმართებაში უკვე გავასწორეთ. და ეხლა ჩვენი მანქანა კიდევ ცოტათი უფრო M5 F90-ზე მსგავსება, რაც ძალიან მახარებს. ჯერჯერობით აი ასე ვამსგავსებთ მანქანებს F90 და იმედი მაქვს, ოდესღაც ამაზე რეალურად F90-ის გამოჩნდება და არა მარტო. აბა რა შვება კიდე. აბა კიდე რა შვება. აბა რა უნდა. რა უნდა ხდეს. სხვა რა გზაა. და ეს პარკი რო ავაწყოთ არ გინდა და მე მიაწვდო. რატო არ მინდა. მიშლის. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის ეგ პარკი. Მოიცაკ, სერჟანტ სუდა დიდება. ჰა? ეგ ჩაჟდება სხვა. ოპა. შაგადამ. მოიცა? აი ეს უნდა მოხდეს ყელოსა და ფარს შორის. მე მგონი. ახლა ვაფიცი იყო პატარა აი. ხო. მომას გავასწორე. რა ლამაზ ფერებშია ბიჭო ყველაფერი რა აი იმენა მშვიდად ვარ. განა იმიტომ რომ მშვიდად რო ეხა ამ G30 M5-ზე ვაწყობთ და მაგრად მომწონს ამის პროცესი არა პროსტა ფერები ნახე. მაგარია რა ჩვენ მივეჩვით ბამპერის გარეშე სიაროს მანქანები. ყოველთვის აი ყველა მანქანა რაც ჩამოდის ყველაფერი ბამპერის გარეშეა. რა მღამია ბამპერი თქვა. რა ვიცი. გაგრილებას უმატ. ნახე. არაფერი არალეგალური. აი ასე იყოს. ჩვენ არ ვარგვევთ. მოკლედ ჩვენი გეგმა რა არის დღეს სანამ მზე გვაქვს და კაი ამინდია, უნდა წავიყვანოთ მანქანა და ავტოვოთ სამღებრო სამუშაოებზე. უნდა შეგვიეზავოთ ფერი. ხო და სანამ მზე გვექნება იდეალურად რომ გამოვიდეს ეს ყველაფერი, წავიყვანოთ და დავტოვებთ ახლა. მანამდე სხვა საქმეები მივხედავთ და მთელი დღე გვექნება ამისათვის დასახარჯი. და ჩვენი პაციენტი რჩება აქ. ჩვენი პაციენტი შეღებოაზე რჩება. უпростоრად საღებავის შეზავებაზე. რო დავსვათ ფერი კარგად და შევღებოთ ისე, როგორც საჭიროა. ხარისხიანად, ლამაზად, გემრიელად შევღებოთ ეს მანქანა და გავალამაზოთ საბოლოო ჯამში ისეთი იყოს, როგორც წარმომედგინა და როგორც მინდა რომ იყოს. всё, დავტოვებთ მანქანას და წავედით. всё, მოვედით. ცოტა დაგვაგვიანდა. ალექსაც ჯდება მანქანაში, მიყავს სახში. მანამდე ჟესტის საქმეს მოვამზადებთ, უკანა კრილოები გასასწორებელი და კარები გამოსასვლელი. ხო და საღებავზე თურმე კიდე ერთი დღე დაგჭირდება. რაღაცა უჭირს ფერში ჩაჯდომა. ამიტომაც კარგად რო გვინდა გამოვიდეს, კიდე ერთი დღე გჭირდება ფერის შესაძლებლად. ახლა წელი წავიყვანოთ სახში. გათენდა შემდეგი დღე და მოკლედ მალე არ მაგვითხრა მანქანა. ალო. CS-ის კაპოტი უნდა დავითროთ.